მოხარშული კრემი უნდა იყოს აი ასეთი. ნახეთ რა კრემი არის. თან იდეალური არის მათთვის, ვისაც არ უყვარს კვერცხის გულზე მომზადებული კრემი. დაგჭირდება 4 სუფრის kovzi სიმინის სახამებელი და 4 სუფრის kovzi ფქვილი, დავამატე 300 გრამი შაქარი, ეტაპობრივად დავამატე 1 ლიტრი რძე, კარგად უნდა გაიხსნას ყველაფერი და შემდეგ გავატარე საცერში, რომ ზედმეტი კოშტები არ შეყვეს. შემოვდგი გასკურასი და მუდმივი მორევით მივიყვანი ადუღებამდე, როგორც კი ადუღდა დაუწიე დაბალ ალზე და ვადუღე კიდევ 10 წუთით. გადავიტანე სხვა ჭურჭელში, გავაგრილე ოთახის ტემპერატურაზე. ოთახის ტემპერატურის 400 გრამ კარაქს კარგად ამოვიყვან გათეთრებამდე, ასევე ეტაპობრივად დავამატებ მოხარშულ კრემს და ბოლოს დავუმატებ 1 კილა შესქელებულ რძეს, ვანილს გემოვნებით და იდეალური კრემიც მზად არის. რომ ამბობენ, რომ კრემი არ აიჭრება, ტყუილია. თუ არ დაემთხვა ტემპერატურა ერთმანეთს, აიჭრება. ბედნიერი ახალი წელი.